უნგრეთის პრორუსი ლიდერის ანტიევროპულ კამპანიას ბიძინა ივანიშვილის პარტია შეუერთდა მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ომის გეგმაზე ილაპარაკა და ბუდაპეშტში ხელმოწერების შეგროვება დაანონსა. ოცნების რეჟიმმა საკუთარი პროპაგანდა ახალ მწვერვალზე აიყვანა და ევროგაერთიანებამ მთავარ მტრად გამოაცხადა. ამ კუთხით თავი კვლავ შალვა პაპუაშვილმა გამოიჩინა, რომელიც გამორჩეულია განსაკუთრებული აგრესიით სოციალურ ქსელში. და დღეებსაც კი უთვლის პარტნიორ ქვეყნებს იმაზე, თუ რატომ არ გმობენ ისინი 4 ოქტომბრის მოვლენებს. ნუცა ბახუტაშვილი უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს, ნუცა გისმენთ. უნგრეთის პრორუსი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ირწმუნება, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა ომის გეგმა წარადგინა. ორბანი კი სწორედ ამ ომის გეგმის საწინააღმდეგოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მტკიცებით ევროპა ახლა ცხელი შემოდგომის ზღურბლზეა, რადგან კონტინენტი სულ უფრო და უფრო სწრაფად მიექანება ომისაკენ. ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ოცნების ანტიევროპული მესიჯები ახლა უკვე მათი თანამოაზრე ვიქტორ ორბანის პოზიციებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ გააჟღერა. პროპაგანდისტული მესიჯბოქსი Deep State-დან ბრიუსელამდე დაავიწროვა და როგორც თავად უწოდა თბილისის ქუჩების ომის შემოქმედით სწორედ ბრიუსელია. ცხელი შემოდგომის მოლოდინში ევროპა ომისკენ მიემართება. რამდენიმე კვირის წინ კოპენჰაგენში ბრიუსელის საომარი გეგმა წარადგინეს. ევროპა იხდის, უკრაინელები იბრძვიან და რუსეთი იფიტება. არ ვიცით რა დაჯდება ეს და რამდენ ხანს გაგრძელდება. დანიაში ნათლად განვაცხადე, ჩვენ ეს არ გვსურს. მას შემდეგ მათ დაიწყეს კამპანია უნგრეთის წინააღმდეგ. არსენალი დიდია, ჯაშუშობის ბრალდებები, ყალბი ამბების სკანდალები და იურიდიული ხრიკები. ჩვენ არ შეგვიძლია ამის უმოქმედოდ ყურება. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრელ ხალხს ომი არ სურს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ დღეს ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ. ჩვენი გვიქნებით ყველა ქალაქში და ყველა სოფელში, რადგან ახლა ყველა მშვიდობის მოყარე უნგრელი გვჭირდება. არ ვიცი რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ მშვიდობის პროექტი სულ უფრო მეტად ემსგავსება ომის პროექტს. ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ, თუმცა ფაქტი ერთია, თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას. ოპოზიციის შეფასებით ქართული ოცნება არათუ წყვეტ სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმას არამედ დღითი დღე აძლიერებს. როგორც ოცნების ოპონენტები ამბობენ, ივანიშვილის პარტიისთვის ახლა მთავარია მტრის ხატად არა რუსეთი, არამედ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენენ ის საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც უკვე წლებია ქართულ ხალხთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობას და მის სუვერენიტეტს უჭერენ მხარს. რეჟიმის ეს პროპაგანდა არ ახალია. 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნება ცდილობს, რომ ევროკავშირს და ამერიკის შეერთებული შტატები ხან Deep State-ად გამოაცხადოს, ხან გლობალური ომის პარტიად და ეს თავარი პროპაგანდა, რომელიც ერთ-ერთი ემთხვევა რუსულ პროპაგანდას, არის ის, რომ თითქოს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც რეალურად საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას უჭერენ დღემდე მხარს და იხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, გამოიყვანონ ისე, რომ აქ ვიღაცა აიძულებს, ანუ ბრიუსელი აიძულებს ქართულ ოცნებას, რომ ომში ჩაერთოს ან მეორე ფრონტი გახსნას. ეს არის ის მესიჯი, რაც ერთ-ერთში აქვს რუსეთის ხელისუფლებას. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები აგრძელებენ თავდასხმას საერთაშორისო პარტნიორებზე, იმიტომ რომ საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრები არიან ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ამ ქვეყანაში შენარჩუნებული იქნეს დემოკრატია. დემოკრატია არის ის, რაც საფრთხეს უქმნის სწორედ მიტაცებული რეჟიმის პირობებში ამ რეჟიმის წარმომადგენლებს. ეს არის მორიგი თავდასხმა, რომელიც აუცილებლად იქნება პასუხგაცემული. 2 ოქტომბერს დანიის დედაქალაქში გამართულ სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერაზე, ევროპის უსაფრთხოებაზე და არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროპის გაძლიერებაზე იმსჯელეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კი კრემლთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს. მან არაერთხელ შეაფერხა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება და ასევე ბლოკავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსაც. სწორედ ვიქტორ ორბანის გზავნილებს იზიარებს და არა მხოლოდ იზიარებს, არამედ ზუსტად იმეორებს საქართველოში ქართული ოცნების წარმომადგენლები.